Congressman, thank you so much for this interview and for your კონგრესმენო, დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის. სანამ იმ აქტებზე საუბარს დავიწყებთ, რომლებიც თქვენ წარადგინეთ, მინდა ქართული ოცნების მიერ გამოქვეყნებულ წერილზე გკითხოთ, სადაც თქვენ ეგრეთ წოდებული deep state-ის ჩრდილოვანი სახელმწიფოს ნაწილად მოგიხსენიებენ, ამბობენ, რომ დეგრადირებული პოლიტიკოსი ხართ, რომელიც საქართველოს აშანტაჟებს. აქამდეც რამდენჯერმე განაცხადეს, რომ საქართველოს შესახებ თქვენი აქტიურობის ნაცვლად ფულსაც გიხდიან. რისი თქმა შეგიძლიათ ამაზე? What do you have to say about it? შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ინტერესი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია. საქართველოში ვიზიტებისას ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ხალხმა, ვინც იქ გავიცანი. ასე რომ ჩემი ინტერესი არაფერია გარდა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შესაძლებლობა ჰქონდეს. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის ვიბრძოდი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის და ამან შედეგიც გამოიღო. ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, თუ რა შესაძლებლობები აქვს ქართულ ხალხს, რომ საბოლოოდ ჰქონდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. So you have together with the congressman. კონგრესმენ კოენთან ერთად ქართული კოშმარის არაღიარების აქტი წარადგინეთ. ის მსგავსია იმ აქტისა, რომელიც ასადის რეჟიმის წინააღმდეგ გამოიყენეთ. თუ შეიძლება მეტი გითხარით ამ არაღიარების აქტზე და რატომ გადაწყვიტეთ, რომ მისი წარდგენის აუცილებლობა არსებობდა, რატომ იყენებთ სირიის მაგალითს? Important to be introduced and why Syrian example? Well, indeed, this is in the spirit. პრეზიდენტ რონალდ რეიგანის სულისკვეთებით ჩვენ გვსურს მშვიდობა სიძლიერის მეშვეობით და არა გლობალური ომი. ჩვენ გვინდა მშვიდობა სიძლიერის მეშვეობით და რა თქმა უნდა ამის ნაწილია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. უკვე წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებს არაღიარების პოლიტიკა აქვს, რომელიც ძალიან წარმატებულია. 1940 წელს ამერიკამ არაღიარა საბჭოთა კავშირის მიერ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ოკუპაცია. ჩვენ მათ ყოველთვის დამოუკიდებელ ქვეყნებად მივიჩნევდით. ძალიან მადლობელი ვარ, რომ კონგრესმა ცოტა ხნის წინ უყარა კენჭი იმას, რომ ყირიმი არაა რუსეთის ფედერაციის ნაწილი და ის, რომ ისევ უკრაინის ნაწილია. ეს იყო სწორედ არაღიარება ომის კრიმინალი პუტინის ტერიტორიული შეჭრისა. დამასკოში ასადის არაღიარების აქტს კი კონგრესმა 330 ხმით დაუჭირა მხარი. ეს სერიოზული გზავნილი უნდა იყოს ქართული ოცნებისთვის. ამ აქტზე მე და სტივ კოენი, რომელიც დემოკრატია, მე კი რესპუბლიკელი, ერთად მუშაობთ. დამასკოში ასადის დიქტატურა დასრულებულია. ის მოსკოვში გაიქცა, სადაც მისი ადგილია. ეს ომის კრიმინალ პუტინის კიდევ ერთი მცდელობაა, რომ თავიდან შექმნას საბჭოთა კავშირი. ეს ძალიან სერიოზული საფრთხეა ქართველი ხალხისთვის. მხოლოდ იმაზე ფიქრიც კი, რომ საბჭოთა კავშირის იმ ჩაგვრის თავიდან დაწყებას ვსურთ. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომელიმე ქვეყანამ ვერ გაიაზროს ის საფრთხე, რასაც ომის კრიმინალი პუტინი წარმოადგენს საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინისთვის. მათ რუსებმა უკვე წაიღეს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი და ეს მსგავსი პროცესები სხვადასხვა ქვეყანაში გამუდმებით ხდება. ომის კრიმინალი პუტინი დიდი საფრთხეა და ის ქართულ ოცნებას ფასადად იყენებს. თუმცა ბოლო რამდენიმე თვე შესანიშნავი იყო. ომის კრიმინალი პუტინი წარუმატებელი აღმოჩნდა მოლდოვის არჩევნებში და პროდასავლურმა, პროევროპულმა მთავრობამ გაიმარჯვა. რუმინეთში კი პუტინის მცდელობა, რომ ჩარეულიყო მათ არჩევნებში, უარყოფილია და ახლა მათ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ექნებათ. ასევე დაემხო ასადის დიქტატურა. გარდა ამისა, მამაცი უკრაინელი ხალხი ბრძოლას აგრძელებს. ომის კრიმინალმა პუტინმა თავის ჯარისკაცებს 2022 წლის 24 თებერვალს უბრძანა სააღლომო უნიფორმები ჩაეცვათ ომის დაწყებისას, რადგან მათ ზეიმით გმირულად მიიღებდნენ. რაც რა თქმა უნდა არ მოხდა. უკრაინელი ხალხი მყარად დადგა ომის კრიმინალი პუტინის წინააღმდეგ. ასე რომ ისევ და ისევ გზავნილი ნათელია. ისტორიულად შეერთებულმა შტატებმა არაღიარების გზით დადებითი გავლენა მოახდინა ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საბოლოო გათავისუფლებაზე. ახლა კი სირიელი ხალხის თავისუფლებაზე. ეს არაღიარების აქტის წარდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც იქნება ორპარტიული. ნამდვილად მოუთმენლად ველი ჩემს კოლეგებთან ერთად მუშაობას, რათა საქართველოს მოსახლეობას გავაგებინოთ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მოთხოვნაში და არ უნდა მოხდეს მთავრობის აღიარება იქამდე, სანამ ეს მოთხოვნა არ შესრულდება. There should be non-recognition until that occurs. So last word. ბოლო სიტყვა მაინც პრეზიდენტ ტრამპზე იქნება. გააქვთ იმედი, რომ ის ამ კანონ პროექტს ხელს მოაწერს? I know he will. He's a დარწმუნებული ვარ, რომ ამას გააკეთებს. ის მტკიცე ადამიანია. მან ძალიან ბევრი იმუშავა უკრაინაში ომის კრიმინალი პუტინის დასაბლოკად. მან უკრაინას ჯაველინები გადასცა ტანკების შესაჩერებლად. ისტორიაში პირველად პოლონეთში ამერიკელი ჯარისკაცები გაგზავნა. ჩრდილოეთის ნაკადი ორი დაბლოკა. ასე რომ დონალდ ტრამპი თავისუფლებისა და დემოკრატიის ერთგულია. ჯერა რომ ის რონალდ რეიგანის მემკვიდრეა და გააგრძელებს მის იდეას, რაც მშვიდობის სიძლიერის მეშვეობით დამყარება და ის ამაზე თითქმის ყოველდღიურად მიანიშნებს. of Ronald Reagan, and that is peace through strength.
Another act that you have introduced is კიდევ ერთი აქტი, რომელიც თქვენ წარადგინეთ, უფრო სწორად ხელახლა წარადგინეთ, მეგობარი აქტია, თუმცა ამჯერად ის გამკაცრებულია და შეეხება ქართული ოცნების ყველა წევრსა და მათი ოჯახის წევრებს. რატომ გაამკაცრეთ შინაარსი? რა შეიცვალა? what has changed? Well, we've seen the development. ჩვენ ვნახეთ ოლიგარქის განვითარება, რომელსაც ავადმყოფური გავლენა აქვს და არ ღვევს და ხელს უშლის სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს. ამის მოგვარება ნამდვილად აუცილებელია. ძალიან მადლობელი ვარ რიჩარდ ჰადსონის, რესპუბლიკელი კონგრესმენი სამხრეთ კაროლინადან, ჩვენი ერთ-ერთი თავმჯდომარის სტივ კოენის, ასევე მარკ ვისის, დემოკრატის სენატორი ტეხასიდან. კიდევ განმეორდები და ვიტყვი, რომ ამაზეც არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა. მეგობარი აქტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მანიშნებელი ქართული ხალხისთვის იმისა, რომ მხარს უჭერთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. მხარს უჭერთ იმას, რომ დემოკრატიული საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს. ეს ძალიან მომგებიანი იქნება, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. იმედიანად ვარ განწყობილი, რომ ეს მოხდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საერთაშორისო მეგობრებმა, ათობით პარლამენტარმა და ყოფილმა დიპლომატმა მთელი ევროპიდან ფაქტობრივად ყველა ქვეყნიდან ხელი მოაწერა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოწოდებას და არალეგიტიმური მთავრობის არაღიარებას. ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილის საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად ცნობას. Of the American people for the people of Georgia. Congressman, both bills. ორივე კანონპროექტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების მხრიდან. თქვენ ამას ბევრჯერ გაუსვით უკვე ხაზი. რატომ ორპარტიული მხარდაჭერა ასე მნიშვნელოვანი? და მეთანხმობით ეს ნამდვილად არაა ის, რაც ვაშინგტონში ხშირად ხდება. Easily here in DC, right? Well, the good news, you're right. დიახ, მართალი ხართ. წარმომადგენელთა პალატაში სერიოზული დაყოფა გვაქვს. დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ძალთა ბალანსი ძალიან ახლოსაა. კარგი ამბავი კი ისაა, რომ საქართველოზე ორპარტიული ერთობაა. ბოლო არჩევნებით რესპუბლიკელებს უმრავლესობა გვაქვს წარმომადგენელთა პალატაში, სენატში და პრეზიდენტიც ჩვენი პარტიიდანაა. მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას დემოკრატ კოლეგებთან. კიდევ უფრო ღირსშესანიშნავი ისაა, რომ წარმომადგენელთა პალატასა და სენატს შორის ერთგვარი შეჯიბრია ხოლმე და ძალიან მსიამოვნებს ის, რომ მეგობარი აქტი ამავდროულად წარდგენილი იქნება სენატშიც. იქაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს სენატორ როჯერ უიკერისგან, რომელიც რესპუბლიკელია მისისიპიდან და სენატორ ჯინ შაჰინისგან, რომელიც დემოკრატია ნიუ-ჰემშირიდან. ასე რომ დემოკრატები და რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატასა და სენატში ერთად მუშაობენ და ასევე ვხედავთ, სად დგას დონალდ ტრამპი. ის ნამდვილი ჩემპიონია სიძლიერით მშვიდობის დამყარებაში და რონალდ რეიგანის პრინციპების შენარჩუნებაში. And promoting the principles of Ronald Reagan. My last question to you. You're very vocal about what's going on. თქვენ ხშირად და ხმამაღლა საუბრობთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და ჩართული ხართ ამაში. როგორ ფიქრობთ, უნდა ველოდოთ თუ არა მეტ სანქციას და რას გვეტყვით იმაზე, შეინარჩუნებს თუ არა პრეზიდენტი ტრამპი არსებულ სანქციებს? ზოგადად როგორ წარმოგიდგენიათ სამომავლოდ საქართველო-ამერიკის ურთიერთობა? Going forward. Well, I believe the sanctions will be in place. ვფიქრობ, სანქციები ძალაში დარჩება და კიდევ უფრო გაძლიერდება, ისე როგორც ეს ირანის შემთხვევაშია, მაქსიმალური წნეხი. ჯერა რომ სანქციები გაიზრდება. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი სხვაც გავითვალისწინოთ. მაგალითად, ახალი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და მისი ოჯახი კუბიდან საბჭოთა იმპერიას გაექცნენ. გვეყოლება სახელმწიფო მდივანი, რომელიც კარგად იცნობს და რომელსაც კარგად ესმის საბჭოთა სტილის მთავრობა, რომელიც ახლა ჰავანაშია. მან კარგად იცის რა არის თავისუფლება და დემოკრატია. ის ამის ნამდვილი ჩემპიონია. ასევე მაიკ უოლსის პრეზიდენტ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი. ისიც თავისუფლებისა და დემოკრატიისა და რაჯოზე დგას. ასევე ძალიან მადლობელი ვარ, რომ გაეროში ელჩად ელის სტეფანიკი წარადგინეს. დონალდ ტრამპის მიერ ყველა ამ ადამიანის დანიშვნა მიანიშნებს, რომ ის იმუშავებს რონალდ რეიგანის ტრადიციების მიხედვით, მშვიდობა სიძლიერით. საქართველოს წინსვლასა და თავისუფლებას ვუსურვებ. Well, thank you very much. And progress and freedom for Georgia. God bless. Thank you so much. Thank you. Thank you very much.